ნიშნულოვანი განვითარებაა. იემენში ჰუთები საუდის არაბეთს ადანაშაულებენ სანაას საერთაშორისო აეროპორტზე თავდასხმებში, რათა ირანული თვითმფრინავის ჰუთების კონტროლირებად დედაქალაქში დაშვება შეეჩერებინათ. ოფიციალური დადასტურება ერიადიდან არ არსებობს, მაგრამ იემენში საერთაშორისო დონეზე აღიარებულმა მთავრობამ, რომელსაც საუდის არაბეთი უჯერს მხარს, ასე განაცხადა. იემენის ლეგიტიმურმა მთავრობამ რეგიონულ და საერთაშორისო საზოგადოებასთან თანამშრომლობით ყველა დიპლომატიური და სამართლებრივი გზით სცადა დაერწმუნებინა ირანის რეჟიმი და ჰუსიტების მილიციები სანაში, რომ დაბრუნებულიყვნენ შეიარაღებულ ძალებში და არ დაერღვიათ იემენის საჰაერო სივრცე ირანული თვითმფრინავებით. ჩვენი მოთმინება ამოიწურა. ჩვენ შესაბამის პასუხს გავცემთ ამ დარღვევებზე. ჩვენ სრულად ვაკისრებთ პასუხისმგებლობას ირანს, როგორც სამართლებრივად, ისე მორალურად, იემენის საჰაერო სივრცის ნებისმიერი დარღვევისთვის. ედმუნდ ფიტონ ბრაუნი, დემოკრატიის დაცვის ფონდის უფროსი მკვლევარი და ასევე გააგაერთიანებული სამეფოს ყოფილი ელჩი იემენში. ედმუნდ, ძალიან გვიხარია, რომ დღეს IOT4 News English-ის ეთერში ხართ ჩვენთან ერთად. აქ საქმე ისაა, რომ საუდის არაბეთი ჯერ ოფიციალურად პასუხისმგებლობას არ იღებს, მაგრამ ჰუსიტები საუდის ძალებს ადანაშაულებენ. რას ნიშნავს ეს მომენტი საუდის არაბეთისთვის და ძალთა ბალანსისთვის, რომელსაც ახლა ვხედავთ ირანსა და საუდის არაბეთს შორის იემენში? კარგი, ვფიქრობ ეს მართლაც რთულია საუდის არაბეთისთვის. მათ სურთ შეეწინააღმდეგონ ყველაფერს, რაც ბლოკადას არღვევს. მაგრამ ამავე დროს ისინი განსაკუთრებით ეფექტურები არ ყოფილან იმ ჩარევებში, რაც ჰქონდათ იმ ომში, რომელსაც შეერთებული შტატები და ისრაელი ირანთან აწარმოებენ. ამიტომ ირანელებმა და ჰუთებმა სისუსტე იგრძნეს და ფიქრობენ, რომ ეხლა შეუძლიათ ბლოკადის გამოწვევა, რაც საუდის არაბეთმა ნათლად აჩვენა. იცით, ეჭვი არ არის, რომ ეს დარტყმები საუდის არაბეთმა განახორციელა. მათ ნათლად განაცხადეს, რომ ამას ეწინააღმდეგებიან. საკითხავია, თუ ირანელები ამას გადაწყვეტენ, მზად იქნებიან საუდელები წინააღმდეგობა გაუწიონ, მზად იქნებიან ისინი ამისთვის წინააღმდეგობის გაძევის შედეგები იგისრონ. რა თქმა უნდა, რთული არ არის, რომ ხალხს აეროპორტის გამოყენება შეუზღუდო. საკმარისია დასაფრენ ბილიქზე ხვრელები გააკეთო, როგორც ისრაელმა გააკეთა წარსულში, როგორც საუდის არაბეთმა გააკეთა წარსულში. ასე რომ სამხედრო სტრატეგიის თვალსაზრისით არსებობს მარტივი ვარიანტი, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ეს საუდის არაბეთს ძალიან მტრულ პოზიციაზე აყენებს, როგორც ირანელებთან, ასევე ჰუთებთან. და ისინი ცდილობენ, რომ ამ ფრონტზე დაძაბულობა შეამცირონ. იემენის საერთაშორისო დონეზე აღიარებული მთავრობის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ის არ გააფართოებს ამ დაპირისპირებას, რადგან ეს ირანის მიზანს ემსახურება, იემენი და მისი ხალხი ომში ჩაითრიოს. ჰუთები აცხადებენ, რომ ისინი ესკალაციას მოახდენენ საუდის ძალების წინააღმდეგ. არის რაიმე გზა, რომ ეს კონფლიქტი იემენის შიგნით დარჩეს და არ გავრცელდეს მთელ რეგიონზე. კი, ვფიქრობ, გარკვეულწილად ეს ჰუთებისა და ირანელების არჩევანია, რადგან თუ ისინი საკმარისად ძლიერად დააწვევიან, სავარაუდოდ საუდელები თავს ვალდებულად იგრძნობენ, რომ წინააღმდეგობა გაუწიონ. და ვფიქრობ, შესაძლებელია, რომ ამერიკელებიც იგრძნონ, რომ მათაც აქვთ ინტერესი ამ საკითხში და სურთ საუდელების მხარდაჭერა, ასე რომ ეს შეიძლება საერთაშორისო მასშტაბი მიიღოს. რასაც რაშად ალ-ალიემი ამბობს, იემენის საერთაშორისო დონეზე აღიარებული მთავრობის ხელმძღვანელი სინამდვილეში საჯარო მოხმარების თვებისთვისაა ნათქვამი საზოგადოებისთვის და საუდელების პოზიციის შესანარჩუნებლად. იცით, საუდელები ცდილობენ ფრთხილად იმოქმედონ ამ საკითხში, როგორც თქვენი კორესპონდენტი ამბობს. და ცხადია, ალ-ალიემი არაფერს ითქვის, რაც საუდელებს წინააღმდეგობაში მოიყვანს ან უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. თქვენ თქვით, რომ შემდეგი ნაბიჯები ძირითადად ჰუთებზე და ირანზეა დამოკიდებული, მაგრამ რა ხდება საუდის არაბეთის შემთხვევაში? მართალი ხართ, რომ აღნიშნეთ, მათ თავი შეიკალეს ირანის წინააღმდეგ ომში ჩართვისგან, მაგრამ შეიძლება თუ არა ამ მოვლენებმა შეცვალოს გათვლები იმ დროს, როცა ყურის რეგიონი თითქოს ირანის თავდასხმების ფონზე ომის მდგომარეობას უბრუნდება. დიახ, შეიძლება ორივე მიმართულებით წავიდეს. ერთი მხრივ ვფიქრობ, სპარსეთის ყურის ქვეყნებში ძალიან ძლიერი სურვილია დეესკალაციისა და ომის თავიდან აცილების. იმიტომ რომ მათ გრძნობენ, რომ მათი მთელი ეკონომიკა ესეთ ქაოსშია ჩაფლული, რასაც ირანელებმა მოუტანეს. მაგრამ ამასთანავე, რადგან ირანელები ყოველთვის სამაგიეროს უხდიან სპარსეთის ყურის ქვეყნებს, როცა ჰორმუზის სრუტეში ან ლიბანში რამე არ მოსდონთ, ეს სპარსეთის ყურის ქვეყნებს თითქმის შეუძლებელ მდგომარეობაში აყენებს.
ამიტომ გარკვეულწილად საუდის არაბეთი შეიძლება იძულებული გახდეს, შეიძლება აიძულონ, რომ უფრო აგრესიულები გახდნენ, მაშინ როცა ჩემი აზრით მათი მიდრეკილება დაძაბულობის შემცირებისკენაა. ეხლა კიდევ ერთი რამ უნდა აღვნიშნო, ეს არის საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ურთიერთობა. ეს ურთიერთობა სერიოზულად დაირღვა სამხრეთ იემენში გასული წლის ბოლოსა და მიმდინარე წლის დასაწყისში განვითარებული მოვლენების გამო. რა თქმა უნდა, თუ საუდელები აპირებენ ჰუთებთან და ირანელებთან დაპირისპირებას, მათ ეს ნამდვილად უნდა გააკეთონ საამიროებთან სრულ პარტნიორობაში. ამიტომ ვიმედოვნებ, რომ ამერიკელები შეძლებენ ამ ორ ქვეყანას დაეხმარონ დაპირისპირებების გადალახვაში. ამ ხრივ რა უნდა მოხდეს? იცით, ამბობენ ხოლმე, მეგობრები ახლოს უნდა ყავდეს, მტრები კი კიდევ უფრო ახლოს. და ზოგჯერ შეიძლება სწორედ მტრები გახდნენ მიზეზი, რომ ორი მეგობარი ისევ შეერთდეს. შეიძლება ეს იყოს ის მომენტი, როცა ყურეში არსებული განხეთქილება სწორედ იემენში მიმდინარე მოვლენების გამო დასრულდეს. დიახ, აბსოლუტურად. და მე ვფიქრობ, რომ სწორედ აქ არიან ირანელები უგუნურები. და ზოგჯერ ზედმეტად შორს მიდიან. იგივე ეხება ჰუთებსაც, იგივე ეხება ლიბანურ ჰეზბოლასაც. და ისინი ხშირად ახერხებენ ერთიანობის შექმნას იმ ხალხს შორის, ვისაც მანამდე საკმაოდ წარმატებით აყრიდნენ ქლიდს. ესე რომ დიახ, მათ შეუძლიათ დაეხმარონ საუდელებსა და ემირატელებს, დაახლოვონ ერთმანეთთან, ზუსტად ისე როგორც ირანელებისა და ჰეზბოლას გადამეტებულმა ქმედებებმა დაახლოვა ისრაელის მთავრობა და ლიბანის მთავრობა. ეს არის ძალიან საინტერესო მომენტი, რომელიც ჩვენს თვალწინ ვითარდება რეგიონში. ედმუნდ ფიტონ ბრაუნი, ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენთან ერთად ხართ i24 News English-ზე. გმადლობთ. გმადლობთ. საკითხის ირანული ხედვის უკეთ გასაგებად ახლა ჩვენთან ერთად არის ხოსრო ესპაჰანი, ირანში დემოკრატიის ეროვნული კავშირის კვლევების დირექტორი. ხოსრო, ძალიან გვიხარია, რომ ჩვენთან ხართ i24 News English-ზე. აშკარაა, რომ იემენთან დაკავშირებით ბევრი რამ ხდება, მაგრამ რას ნიშნავს ეს ირანისთვის? შეუძლიათ თუ არა, რომ იემენში მათი მარიონეტული ძალა ახლა ჩაითრიონ ომში, რომელსაც საუდის არაბეთი უჭერს მხარს? ისლამური რესპუბლიკა არ იცნობს საზღვრებს იმ ომებისთვის, რომელსაც მსოფლიოს წინააღმდეგ აწარმოებს. ეს გაზრდის დაძაბულობას მთელ მსოფლიოში, სანამ ის იარსებებს. რეჟიმმა დაიწყო მუქარის რიტორიკა. ჩვენ ვნახეთ, რას აკეთებდნენ ხამენეის დაკრძალვის დროს, როდესაც ასობით და ასობით პლაკატი იყო განთავსებული თავად რეჟიმის მიერ, სადაც პრეზიდენტ ტრამპის მოკლისკენ მოუწოდებდნენ. თქვენ ფიქრობთ, რომ ისინი შეჩერდებიან და არ ჩართავენ ჰუსით ტერორისტულ ჯგუფებს ომში? აბსოლუტურად არა. ისინი მტკიცედ არიან განწყობილნი ჰორმუზის სრუტის დასახურად და აპირებენ ქაოსი გამოიწვიონ მთელ ახლო აღმოსავლეთში. სანამ ეს ხელმძღვანელობა, ეს რეჟიმი არსებობს, ისინი იგივეს გააგრძელებენ. ფიქრობს თუ არა ირანი, რომ ჯერ კიდევ აქვს უმრავლესობის კონტროლი ან გავლენა იემენზე? არის ეს რისკი, რომელიც მათ საერთოდ არ მიაჩნდათ რისკად? და ისინი მზად არიან ბოლომდე წავიდნენ. ჩვენ გვაქვს საქმე სიკვდილის კულტთან. ჩვენ გვაქვს საქმე შეშლილთა ჯგუფთან, რომლებიც თვითმკვლელურ მისიაზე არიან. ისინი არაფერზე გაჩერდებიან. რაც მათ ჰორმუზის სრუტეში გააკეთეს, საბრძოლო თვითმფრინავების გამოყენებით, ტერორისტული ჯგუფების განთავსებით იემენში, ჰუსიტები იემენში და მათ გარდა ჰეზბოლა ლიბანში. ეს რეჟიმი მზად არის ყველა ბარათი გამოიყენოს, რაც კი აქვს, რადგან იცის, რომ მისი დღეები დათვლილია და ისინი არაფერზე გაჩერდებიან. რაც შეეხება დაკრძალვას, რომელიც ახლახან ვიხილეთ, ხედავთ თუ არა, რომ ამან რეჟიმს მეტი ძალა ან მხარდაჭერა მოუტანა ირანში? თუ პირიქით ხდება. ის ფაქტი, რომ ახალი უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი არ ესწრებოდა თავისი მამის ალი ხამენეის დაკრძალვას. ხედავთ თუ არა, რომ ამ დაკრძალვის შემდეგ ირანში მხარდაჭერა უფრო იშლება. ვიტყოდი, რომ ირანში ისლამური რესპუბლიკის მხარდაჭერის მხრივ არაფერი შეცვლილა. ის მიტინგი, რომელიც ვიხილეთ ხამენეის სავარაუდოდ ცარიელი კუბოს გარშემო, რადგან დიდი ალბათობით ის ნაფლეთებად იქნა ქცეული. ამან რეჟიმის მხარდამჭერების სული გაამხნევა, მაგრამ რეალურად ახალი მხარდამჭერები რეჟიმის მხარეს არ მიიზიდა. რადგან ირანელებს ახსოვთ, რა გააკეთა ამ რეჟიმმა სულ იანვარში, როცა 10,000-ობით უდანაშაულო უიარაღო მომიტინგე ქუჩებში ამოწყვიტეს ირანში. მაგრამ დაკრძალვა ის სანახაობა, რომელიც მათ შექმნეს შეშლილებთან ერთად, როგორიცაა მაქს ბლუმენტალი, ხალიდ ვოლში და სხვა გავლენიანი პირები, რომლებიც ირანში ჩაფრინდნენ და ხამენეისა და მისი მემკვიდრეობის ქება დიდებას აწყობდნენ. ამან გაზარდა ისლამური რესპუბლიკის შესაძლებლობა ტერორისტები გადაიბიროს მთელ ახლო აღმოსავლეთში.
ეს ადამიანები ეხმარებიან და ხელს უწყობენ ისლამურ რესპუბლიკას მის რეგიონულ ავანტიურებში. აი ეს ხდება ახლა. ირანში რეჟიმი ისეთივეა, როგორიც ადრე იყო. საუდის არაბეთმა აღნიშნა გაგზავნა დელეგაცია დაკრძალვაზე, ერთ-ერთი იმ რამდენიმე ხურის სახელმწიფოდან, რომელმაც დელეგაცია გაგზავნა იქ. რას ნიშნავს ეს მაშინ, როცა ირანის პროქსი იემენში ეხლა საუდის არაბეთს ადანაშაულებს და ომის გაჩაღების რისკს ქმნის საუდელებთან? საქმე იმაშია, რომ სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნები უკვე დიდი ხანია თამაშობენ ამ სახიფათო თამაშს ისლამურ რესპუბლიკასთან. ერთი მხრივ ისინი კარგად აცნობიერებენ იმ საფრთხეებს, რასაც ისლამური რესპუბლიკა და ირანის რევოლუციური გვარდია უქმნიან მათ უსაფრთხოებას, სტაბილურობას, ზრდასა და განვითარებას. მაგრამ ამავე დროს ისინი არ აპირებენ სერიოზულად ჩაერთონ ისლამური რესპუბლიკის დამხობაში. ისინი იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც ისლამური რესპუბლიკის ბოლო სამხედრო ოპერაციების მთავარი დარტყმა მიიღეს ომის მეორე ეტაპზე. რეჟიმი პირდაპირ ყველა არაბულ სახელმწიფოს ურტყამდა. მათ იციან, რომ ვერ გაუმკლავდებიან ისლამურ რესპუბლიკას დამოუკიდებლად შეერთებული შტატებისა და ისრაელის დახმარების გარეშე. და ისინი ცდილობენ თავიანთი გეგმები საიდუმლოდ შეინახონ. ისინი შეინარჩუნებენ დიპლომატიურ ურთიერთობებს ისლამურ რესპუბლიკასთან იმ შემთხვევაში, თუ ეს რეჟიმი გადარჩება და მათ მოუწევთ ამ შეშლილებთან ერთად ცხოვრება მეზობლად. ისრაელისთვის და შეერთებული შტატებისთვის ისტორია სხვანაირია. შეერთებული შტატები ძალიან შორსაა ირანიდან და იმ ადგილიდან, სადაც ის მდებარეობს. და რეჟიმს არ შეუძლია ის, რაც შეუძლია არაბეთის მიმართ. ისრაელის შემთხვევაში ისლამური რესპუბლიკა ეგზისტენციალური საფრთხეა. მშვიდობა არ არსებობს. არაბულ სახელმწიფოებს შეუძლიათ, ან თუნდაც ფიქრობენ, რომ შეუძლიათ ამ რეჟიმთან მუდმივად ძალიან ფრთხილი ბალანსი დაიცვან დიპლომატიასა და ომს შორის. მაგრამ ეს შეცდომაა. ჩვენ ნახეთ, რისი გაკეთებაც შეუძლია ამ რეჟიმს, რას არის მზად ეს რეჟიმი, რომ დარჩეს ხელისუფლებაში. ხოსრო ვესპაჰანი, ძალიან სასიამოვნოა, რომ დღეს ჩვენთან ერთად ხართ. i24 News-ზე. მადლობა ამ ხედვისთვის. მადლობა მოწვევისთვის.